წარმოიდგინეთ საცალო მოვაჭრე, რომელიც იმდენად წარმატებულია და იმდენად კარგ მომსახურებას თავაზობს კლიენტებს, რომ მათ სურთ ამ კომპანიამ ახალი ბიზნესები დაიწყოს. მაგალითად გახსნას ავიაკომპანია, ან შესთავაზოს ბიზნეს საკუთაციო მომსახურება, რაც სავსებით რეალურია 12 წლის წინ დაარსებული ზაპოსისთვის. ამ კომპანიაში იმდენად აბაზრებენ მყიდველის თავისუფლებას, რომ ეს ერთგვარ აყვირდებოდათ კი ეცათ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კონი შეიაცხადებს, ჩვენი როგორც კომპანიის მთავარი მიზანია შექმნა და მოხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება. როცა საქმე კლიენტებთან მომგებიან ურთიერთობას ეხება, ძნელად თუ მოიძებნა ისეთი კომპანია, რომელიც ზაპოს შეედარება. ზაპოსი დაარსდა 1999 წელს, როგორც ვებგვერდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა ფეხსაცმლის ფართო არჩევანს, ბრენდის, სტილის, ფერის თუ ზომის მიხედვით. მოგვიანებით მან გააფართოვა თავისი ონლაინ მაღაზიის ასორტიმენტი და დაამატა ტანსაცმელი, ხელჩანთები და აქსესუარები. იდეალთა საუკეთესო მომსახურება თავიდანვე იყო ზაპოსის მარკეტინგული სტრატეგიის ქვაკუთხედი. შედეგად მისი ბიზნესი საოცრად გაიზარდა. ამჟამად კომპანია ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება და მისი გაყიდვები $1 მილიარდ შეადგენს, როცა 2000 წელს მხოლოდ $1,600,000 იყო. აშშ-ის მოსახლეობის 3% სარგებლობს ზაპოსის მომსახურებით და მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, კომპანიის გაყიდვები ასტრონომიულად იზრდება. საინტერესოა, რომ ზაპოსი არ ხარჯავს დიდი რაოდენობით თანხას მედია რეკლამაზე. იგი კლიენტებს ისეთ ხარისხიან მომსახურებას თავაზობს, რომ კმაყოფილი კლიენტები თავად მეგობრებსა და ნაცნობებს ურჩევენ ზაპოსის მომსახურებით სარგებლობას. ზაპოსის გაყიდვების 75%-ზე მეტი კმაყოფილ კლიენტებზე მოდის. რეალურად საკმაოდ დიდ თანხას ვდებთ იმაში, რომ მყიდველი კმაყოფილი დარჩეს. სხვა კომპანია კი იმავე თანხას სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავდა. ამბობს ტონი შეი. ზაპოსის ბიზნეს განვითარებისა და ბრენდის მარკეტინგის დირექტორი აარონ მაგრესი კი ამატებს. ჩვენ გადავწყვიტეთ მთელი თანხა მიგვემართა სრულყოფილი მომსახურების შესაქმნად, რაც ჩვენი კომპანიისთვის სასარგებლო სიტყვიერ მარკეტინგს წარმოშობდა. შეძენილი საქონლის ადგილზე უბაზოდ მიტანა და 365 დღის განმავლობაში უკან უსასყიდლო დაბრუნება ზაპოსის კლიენტებზე ორიენტირებული მუშაობის ნათელი მაგალითია. კლიენტები რომ სასიამოვნოდ გაეოცებინა და მათი მოთხოვნები მაქსიმუმად დაეთმოყოფილებინა, კომპანიამ თანდათან შეამცირა მიწოდების ვადები. ის შეკვეთის მიღებიდან 4-5 დღის ნაცვლად მეორე დღესვე დაიყვანა. ზაპოსის კლიენტებთან ურთიერთობის განყოფილება კვირაში 7 დღეს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დაკომპლექტებულია 500 მოტივირებული მუშაკით, რომლებიც დღეში პასუხობენ 5000 სატელეფონო ზარს. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ბევრად იაფიჭდება უკვე არსებულ მყიდველებს განმეორებით აყიდნო შენი პროდუქტი, ვიდრე ახალი მყიდველი მოიპოვო, ამბობს შეი. ზაპოსმა ზრდის პროცესშიც კი მოახერხა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ეკონომიკური ვარდნის დროს საცალო მოვაჭრეებმა ყურადღება სწორედ კლიენტების მომსახურებას უნდა მიაქციონ. შეის თანახმად, კლიენტების კარგად მომსახურებისათვის ჯუდოს კომპანია 1-2 წლის შემდეგ მიიღებს. ზაპოსში კლიენტებთან სიხლოვე იწყება კლიენტზე ორიენტირებული კულტურით. ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა, აცხადებს კომპანია თავის ვებგვერდზე. ჩვენ ვყიდით მომსახურებას და ამასთანავე ერთად ფეხსაცმელს. კომპანიის კულტურა ეფუძნება 10 ძირითად პოსტულატს, რომელთა შორისაა იქონია ღია და პატიოსანი ურთიერთობა მყიდველთან. ან კომპანიაში ხელი შეუწყენ მხიარულებასა და ხელი შეუგზავნე გაუგებრობას. თუმცა ნომერ პირველი პოსტულატია აღაბრძოლე მყიდველი მომსახურება. წარმატება ინტერნეტით მომსახურებასა და კლიენტების მზრუნველობაში ზაპოსი ისეთი კომპანიის თანასწორი გახადა, როგორიცაა Amazon, რომელსაც შეისყიდა კიდევ ზაპოსი 2009 წელს. როგორც ჩანს, Amazonis მენეჯმენტი საშუალებას აძლევს შეის და ზაპოს დამოუკიდებლად იმუშავა იმ სტრატეგიის მიხედვით, რომელსაც წარმატებას მიაღწევს. იმისათვის, რომ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს კარგად ჰქონდეს გააზრებული მყიდველზე ორიენტაციის პოლიტიკა, ზაპოსი ავალდებულებს მათ გაიარონ 4-კვირიანი ტრენინგი მყიდველებთან ლოიალურად მოყვების საკითხებში. ნაკლებად მოტივირებული მუშაკებისგან რომ გაწმინდოს ოფისი, ზაპოსი გდამსაც კი სთავაზობს მათ,
რათა თვითონ დაწერონ განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ღთამის მიცემა იმით გამოიხატება, რომ საპოლსი 4-კვირიანი ტრენინგების დროს ყველა თანამშრომელს თავაზობს $2000 და კომპანიაში გატარებული პერიოდის გასაუმჯობლოს კომპანიიდან წასვლის ანაცვლოდ. მენეჯმენტის აზრით, ის, ვინც თანხის აღების სურვილს გამოთქვამს, ნამდვილად ვერ მოერგება საპოლსის კორპორატიულ კულტურას. იგი აცხადებს, რომ თავდაპირველად ღთამის სახით შეთავაზებული თანხა $100 შეადგენდა, რაც თანდათან გაიზარდა. საშუალოდ თანამშრომელთა მხოლოდ 1%-ია თანახმა ამ შემოთავაზებაზე და შეის მიაჩნია, რომ ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ყოველ თანამშრომელს ევალება კლიენტთან აქტიური და მჭიდრო კავშირი, მათი აღფრთოვანება საპოლსის მომსახურებით. ამის სწავლა კი შეუძლებელია. ამისათვის შესაბამისი პირები უნდა დაიქირავო, ამბობს მაგნეტი. კლიენტებთან ურთიერთობისას საპოლსის მუშაკებმა თავიდანვე უნდა დაადგინონ თავიანთი ეკო და კონკურენტული ანობა. მყიდველებთან ურთიერთობის მენეჯერები საგანგებოდ არიან ამისათვის მომზადებულები. მათ ევალებათ მოინახულონ სულ ცოტა 3 კონკურენტი კომპანიის ვებგვერდი. თუ კლიენტი მოიკითხავს ისეთ პროდუქტს, რომელსაც საპოლსი აკრიტის, მან ეს კლიენტი უნდა გააგზავნოს იქ, სადაც ასეთი პროდუქტი ხელმისაწვდომია. ჩემი აზრით, სხვა კომპანიები ამას არ აკეთებენ, აცხადებს შეი. ჩვენ კი მზად ვართ უარი ვთქვათ მკვლევადიან მოგებაზე კლიენტის გრძელვადიანი კეთილგანწყობის მოპოვების სანაცვლოდ. საპოლსისთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. შეისა და მრავალ სხვა თანამშრომელს უშუალო კავშირი აქვს კლიენტებთან, ერთმანეთთან და ყველასთან, ვინც მათი კომპანიითაა დაინტერესებული. ისინი იყენებენ სოციალურ ქსელებს და ბლოგებს, როგორც კარგი, ისე ცუდი ინფორმაციის გასაზიარებლად. კომპანია მოუწოდებს კლიენტებს დააკეთონ ობიექტური შეფასებები ინტერნეტში. ასეთი ღია და გულწრფელი ურთიერთობა შეიძლება მიუღებელი იყოს სხვა საშუალო მოვაჭრეობის. საპოლს კი პირიქით მოსწონს. მაგნესის აზრით, ადამიანი მხოლოდ მაშინ ღელავს, როდესაც რაიმეს მალავს. საპოლსი კი კრიტიკას უფასო ინფორმაციის მიღებად აღიქვამს. კომპანიამ დააწესა ახალი სტანდარტები და მყიდველებზე ორიენტირებული ახალი ტიპის კომპანიის მოდელის შექმნა. ერთ-ერთი საცალო ვაჭრობის ექსპერტი აღნიშნავს, ამ ახალ ინტერნეტ კომპანიებში არის რაღაც განსაკუთრებული. ზუსტად არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ ისინი სხვა ეპოქის შვილები არიან და განსხვავებული მწყვეტილობა აქვთ, თუ იმიტომ რომ პირველები ხვდებიან რასტურ კლიენტებს. როგორც ჩანს, საპოლსი კლიენტებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც მისგანად აღელვეს მომსახურების ხარისხი. ბევრი კომპანია ამტკიცებს, რომ ისინიც ზრუნავენ კლიენტებზე, მაგრამ საპოლსის მსგავსი ჯერ არ გამორჩენილა. სწორედ კლიენტებზე აქტიურმა ზრუნვამ გამოიწვია საპოლსის ასეთი სწრაფი ზრდა. კომპანიამ გააფორტოვა საქმიანობა და დაიწყო ისეთი პროდუქტების გაყიდვა, როგორიცაა ელექტრო და საოჯახო საქონელი. იმედს გამოვთქვათ, რომ 10 წლის შემდეგ ადამიანები ასეც კი არ იქნებიან, რომ ჩვენ ყველაფერი დავიწყეთ ფეხსაცმლის ონლაინ გაყიდვით. ჩვენ გვყავს ისეთი კლიენტებიც, რომლებიც თხოვენ გავხსნათ საკუთარი ავიაკომპანია. ასე რომ სულაც არ არის გამოისხული, მომავალში ამ ბიზნესიც საპოლსი იყოს საუკეთო მომსახურების მომწოდებელი. დღევანდელ წარმატებულ კომპანიებს ერთი რამ აერთიანებთ. საპოლსის მსგავსად ისინიც კლიენტებს ორიენტირებულები არიან და დიდ ყურებას ღებას უქცევენ მარკეტინგს. ცდილობენ ბაზრის საჭიროებათა დადგენას და მის დაკმაყოფილებას. ასეთი კომპანიები ქმნიან ისეთი მოტივაციის სისტემას ორგანიზაციაში, რომ ყველა თანამშრომელი მოწოდებული იყოს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.